ლონდონში ძლიერთა თამაშებში მონაწილე დაჭრილი ქართველი სამხედროების საპატივსაცემოდ მიღება გაიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოში. 10-14 სექტემბერს პრინც ჰარის ინიციატივით ვეტერანთა მონაწილეობით ინგლისის დედაქალაქი ინვიქტუს თამაშებს უმასპინძლებს. სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთმანეთს 13 ქვეყნის 400-მდე ვეტერანი სამხედრო მოსამსახურე შეეჯიბრება. თამაშები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების დაშავებული სამხედროების საბრძოლო სულისკვეთებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ტარდება, აცხადებენ ორგანიზატორები. დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის გზაზე. მინდა წარმატება და კეთილდღეობა ვუსურვო ავღანეთსა და ერაყში დაშავებული ქართველი სამხედროების ვეტერანების გუნდს. ძლიერთა თამაშები მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც ჰარის ინიციატივით ტარდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტებში მხარ მებრძოლი სამხედროების წვლილს და თავდადებას მსოფლიო კოლექტიური უსაფრთხოების საქმეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ბიჭები ბრძოლის ველზე იბრძოდნენ ავღანეთში, ერაყში ამ სამხედროებთან ერთად, რომლებიც ახლა მათთან ერთად იბრძოლებენ უკვე სპორტულ მოედანზე გამარჯვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამხედროებს აქვთ საშუალება თავის სულის სიმტკიცე დაამტკიცენ კიდევ ერთხელ უკვე სპორტულ არენას. ეს არის კარგი მოსამზადებელი პერიოდი უკვე პარალიმპიური ოლიმპიადისთვის 2016 წლის, ისთვისაც ჩვენ აქტიურად ჩავრთავთ სამხედროებს პარალიმპიურ ფედერაციასთან ერთად და მივიღებთ ამაში აუცილებლად მონაწილეობა. ჩვენ გვინდა შედეგი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ჩვენ 6 სამხედრო მოსამსახურე ლონდონში მივემგზავრებით ძლიერთა თამაშებში. დღეს ბრიტანეთის საელჩომ გაცილების საღამო მოგვიწყო და ძალიან გახარებულები ვართ ამით. ჩვენც ლონდონში ძლიერთა თამაშებში გასამარჯვებლად ვემზადებოდით და იმედია გამარჯვებულები დავუბრუნდებით ლონდონიდან.